მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2.18 ამოცანის განხილვას თოფურიას გეომეტრიის ნაწილიდან. იპოვე მოსაზღვრე კუთხეებს შორის, მოსაზღვრე კუთხეების ბისექტრისებს შორის კუთხე. ეხლა ჯერ მოდი გავიხსენოთ მოსაზღვრე კუთხეებზე ბევრი ვიდეო ჩავწერეთ წინა დღეებში. ესე იგი, ეს არის კუთხეები, რომელთა ჯამი 180 გრადუსია, მთლიანობაში რომ ქმნიან გაშლილ კუთხეს. მოდი ნახაზი ყველა ვარიანტი დაგჭირდება. და ამ მოსაზღვრე კუთხეების ბისექტრისებს შორის გვაქვს საძებარი კუთხე. ძალიან მარტივია. თავარია დავხაზოთ. გავიხსენოთ ბისექტრისაც რას ნიშნავს, წინა ვიდეოში ჩვენ ბისექტრისაზეც გვქონდა ერთ-ერთი ამოცანა. ბისექტრისა არის სხივი, რომელიც მოცემულ კუთხეს ყოფს ორ ტოლ ნაწილად. მოდი ახლა მე კიდევ ერთ მას სხივს გავავლებ აქ. ახონდეს მინდა რომ სხვაფრად მოვნიშნო. აი აქედან შევღება მაგალითად ესეთ მწვანე ფერზე და კიდევ ერთს დავხაზავ, რომელიც იქნება მეორე, ამისი მოსაზღვრე კუთხის ბისექტრისა. ამასაც მწვანე ფერზე მოვნიშნავ. საერთოდ ბისექტრისებს აღვნიშნავთ ერთნაირი რკალებით, აი ესე. ეს ერთი, არასწორი ავიღე, უნდა ამიღოს კრაიბი, აი ესე. აი მაგალითად ბისექტრისამ თუ გაყო მოცემული კუთხე ორ ტოლ კუთხე და ესე ერთი კალით აღვნიშნავთ და მეორე შემთხვევაში უკვე ორით, რომ ეს კუთხეები ერთმანეთისგან განსხვავდება გრადუსული ზომებით. აი ეგ ცოტა უშნოდ გამომივიდა, იმიტომ რომ ზუსტადაც შუაში არ არის და პატარა ადგილი რომ არის, ამიტომაც ცუდად მოინიშნა, მაგრამ არა უშავს. ჩვენ შევხედოთ, ესე იგი, ამას ესე თქვენ შეგიძლიათ უფრო ზუსტი ნახაზი დახაზოთ თქვენ სამუშაო რვეულში თუ ფურცელზე და ისე კი წარმოსადგენთ გვეხმარება ეს ნახაზი. მეორე ბისექტრისა რატომღაც არ დარჩა მწვანე ფერზე და მოდი ახლა მე ამის ფერს შევცვლი, რომ ეს ჩვენ კარგად გავიაზროთ. ბისექტრისები მონიშნულია მწვანე ფრად. ჩვენი საძიებელი კუთხე არის, აი ეს კუთხე, რომელიც ამ მწვანე ფერის სხივებს შორის არის. მოდი აი მაგას მოვნიშნავ ახლა მე აი ესეთი მართი კუთხის ნიშნით და თან ავხსნათ. რაღაცა კარგად ვერ მოვნიშნე, მაგრამ როგორც მართ კუთხეს აღვნიშნავთ კუთხით, ეს უნდა იყოს, ესე ჩაფიქრებული მოგე. მოდი იცით როგორ გავაკეთებ, ამას ავიღებ და ორ პატარა წრფეს დავუხატავ. ეხლა რატომ იქნება მართი კუთხე მოსაზღვრე კუთხეების ბისექტრისებს შორის? თუ კი მოსაზღვრე კუთხეები ჯამში 180 გრადუსია, მათი ნახევრები ბისექტრისები რამდენ გრადუსიანიც არ უნდა იყოს. მთლიანობაში ხომ მოგვცემენ 90 გრადუსს. ეხლა განვიხილოთ სხვა შემთხვევები, მაგალითად 120 გრადუსიანი და 60 გრადუსიანი კუთხეების შემთხვევაში. ჯამში არის 180 გრადუსი, ხომ? 120 გრადუსიანი კუთხის ბისექტრისამ შექმნა 60 გრადუსიანი კუთხე ერთ მხარეს, 60 გრადუსიანი კუთხის ბისექტრისამ კი 30, გამოგვივიდა ჯამში 90 გრადუსიანი კუთხე. განვიხილოთ 150 და 30-იც. 150-ის ნახევარი 75-ია, 30-ის ნახევარი 15-ია, ესეც 90. როგორც არ უნდა დავყოთ ჩვენ მოსაზღვრე კუთხეები, რამდენ გრადუსიან კუთხეებად. ჯამში ხომ 180 გრადუსია, მათი ბისექტრისები აუცილებლად ერთმანეთთან შეადგენს 90 გრადუსიან კუთხეს. აი ეს არის ამ ამოცანის პასუხი. შემდეგში უკვე გადავალთ მესამე თავზე. თუ პირველ და მეორე თავში რაიმე ტიპის კითხვები გაქვთ, იყო წრფეებზე ამოცანები, რომელიც არ განვიხილეთ, ზოგჯერ ხაზვის თემა, ზოგჯერ ძალიან მარტივია და იმიტომ არ გავდივართ, ზოგჯერ უბრალოდ ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ბევრი ნახვა გქონდეს და შედარებით ეხლა ზოგადად არ აქვს ნახვები იმდენად ამოცანებს, ხანდახან მანქანის ერულს უფრო მეტი ნახვა აქვს, მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ასეთი ამოცანების ამოხსნის ვიდეოები, რომ ვინც დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევა, კონდეს შესაძლებლობა, რომ მარტო 1 და 2 ამოცანა არ არის ინტერნეტში, არის რა თქმა უნდა სხვა ამოცანებიც, მაგრამ მეც ჩემებურად ვაწვდი ასეთ მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნას. ზოგიერთი ვიდეო ჩემი პირადი მოსწავლეებისთვის არის, რომ ონლაინ ვამეცადინებ, ან წლის განმავლობაში ფიზიკურად ვამეცადინებ და ზაფხულის განმავლობაში ახლა ვიდეოების სახით ვუტვირთავ, რომ ნახონ ეს ვიდეოები. მოკედ ამ მიზნით ვდებ მე ამ ამოცანებს. თქვენ თუ გაქვთ კითხვები კონკრეტულ ამოცანაზე, რომელიც არ გამიკეთებია, შეიძლება დავდო. ამიტომ დააკომენტარეთ და მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.